საერთო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ეთერშია გადაცემა შუადღე ობიექტივზე, რომელსაც გაუძღვები მე მაცაცო გახოკიძე. 2 საათის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთვის და იმედია, რომ საინტერესოდ გაატარებთ ამ დროს ჩემთან ერთად. სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმრად საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის იურისტები ქალბატონი ნინო ლაცაბიძე და ბატონი მერაბ ქართველიშვილი. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და ჩვენ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც ხორციელდება ბოლო დღეებში. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მინისტრთა კაბინეტის 1/3 გადაყენების შემდეგ კონსტიტუციონალისტებში აზრი ორად გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ როცა ასეთი სოლიდური რაოდენობის მინისტრებს ითხოვენ მთავრობიდან, მაშინ შესაბამისად 7 მინისტრთან ერთად თანამდებობიდან თავად პრემიერიც უნდა გადადგეს. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ასეთი რამ არ წერია და პრემიერ-მინისტრს გადადგომის ვალდებულება არ აქვს. უფრო მეტიც, იმ მინისტრებსაც კი, ვისაც ცვლილებები არ შეეხოთ, უფლებამოსილება არ უწყდებათ. მოდით პირველად კითხვით გადმოვალთ თქვენთან, ბატონო მერაბ, მაინტერესებს თქვენ რა მოსაზრება გაქვთ, როგორც კონსტიტუციონალისტს ამ საკითხთან მიმართებაში და რა ძირითადი პროცედურები არის საჭირო და თუ არის ეს ორად გაყოფილი მოსაზრება თქვენთვის მისაღები. კი ბატონო, დავიწყები იქიდან, რომ 91 კონსტიტუციის 91 მოხლის პირველი მაგვეუბნება, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დობის გამოცხადების შემდეგ, თუ კი მთავრობაში განხორციელდა თავდაპირველ შემოდგომაში განხორციელდა არანაკლებ 1/3 ცვლილება, ანუ არანაკლებ 5 წევრი, ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ახლიდან წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა დობის მისაღებად. შესაბამისად, დღეს სახეზე გვაქვს, რომ შეიცვალა 7 მინისტრი, ანუ 1/3, 21 მინისტრი ყავს სულ და საჭიროა ახლიდან პარლამენტმა გამოუცხადოს დობა მთავრობას. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში წარუდგენს მთავრობას პარლამენტს. პარლამენტი კი ასევე 1 კვირის განმავლობაში კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობა დამტკიცებულად ჩაითვალოს. ეს სიითი შემადგენლობის 1/3 უმრავლესობა გულისხმობს 159 დეპუტატი ყავს სახეზე, 159 დეპუტატი და 75 დეპუტატის თანხმობას და თანხმობის განცხადებას. შეგვიძლია განვიხილოთ მეორე უკვე ცოტა ვარიანტია ეს და უფრო არალოგიკურად მეჩვენება ამ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია, რომ მთავრობას არ გამოუცხადოს დობა და შემდგომ 30 დღის განმავლობაში კიდევ იგივე შემადგენლობას ან განახლებულ შემადგენლობას უყრის უკვე პარლამენტი კენჭს და ამ შემთხვევაში უკვე თუ გამოუცხადონ დობა ამ შემადგენლობას დაინიშნებიან. ნუ კიდევ არის რაღაც ვარიანტები, როგორ შეიძლება განვითარდეს. და რა ვარიანტებია ეს? ანუ ამ ვარიანტი ისაა, თუ 30 დღის განმავლობაში ისევ თუ ეყარა კენჭი და არ მიიღონ დობა მთავრობამ, უკვე პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/5 მიერ წარდგენილ კანდიდატურას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წარადგენს და უკვე პარლამენტი უყრის 1 კვირის განმავლობაში ამ პრემიერის კანდიდატურას და შემდგომ უკვე პრემიერი აირჩევა ან არ აირჩევა და ჰიპოთეტურად შეიძლება რომ პარლამენტის დაშლამდე მივიდეს, ოღონდ ეს ძალიან შორეულ და რატომ არ ვარაუდობთ, რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტში ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა, მყარი უმრავლესობა და ნაკლებ სავარაუდოა ასეთი განვითარება რომ მოყვეს ამ მდგომარეობას. დიახ. საქმე ის არის და ფაქტი ის არის, რომ კონსტიტუციაში არსებულმა ხარვეზებმა დაბადა სწორედ ეს ორაზროვნება და ძირითადად თუნდაც ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, ნიშნავს თუ არა ეს მთლიანად მთავრობის გადადგომას ამ მინისტრების ცვლილებები 1/3 გადაყენების შემდეგ და მე მაინტერესებს პრემიერ-მინისტრს უშუალოდ რაც ეხება, პრემიერ-მინისტრი უნდა გადამდგარიყო ამ შემთხვევაში, როგორც მოიაზრებენ. აი როგორ არის ეს კანონის შესაბამისად, უზენაეს კანონის შესაბამისად. კონსტიტუციის შესაბამისად პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის აუცილებლობა და ვალდებულება სამი შემთხვევა არსებობს. ეს არის ახალარჩეული პარლამენტი, როდესაც მოდის პრემიერ-მინისტრი და მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. მეორე შემთხვევა არის, როდესაც მთავრობას პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს და ახალ მთავრობას დაამტკიცებს და მესამე შემთხვევა არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა. ამ შემთხვევაში არც ერთი სახეზე არ გვაქვს შესაბამისად კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გაწერილი, რომ პრემიერ-მინისტრი ახლა აქვს მას უფლებამოსილება შეჩერებული ან შეწყვეტილი. ანუ კონსტიტუცია მეტნაკლებად ბუნდოვანია ამ შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრი დღეს პირდაპირ კონსტიტუციით არის ისევ პრემიერ-მინისტრი და არაფერი ეხება. ასრულებს თავის უფლება მოვალეობას.
ასევე კონსტიტუციონალისტები იმაზეც ვერთახდებიან, ვინ უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრეზიდენტმა თუ პრემიერმა. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი? მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია კონსტიტუციის ნორმები თავად იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას, ვინაიდან ზუსტად არ არის აქ განსაზღვრული, აქვს თუ არა მთავრობას დღეს უფლებამოსილება შეწყვეტილი. როგორც ჩემო კოლეგამ აღნიშნა, ზუსტად 3 შემთხვევა არის, რომელიც როდესაც ითვლება, რომ მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს კონსტიტუციის თანახმად და რატომ არის გამოწვეული ეს ორაზროვნება, შევეცდები, რომ განმარტო ეს საკითხიც. 94 კონსტიტუციის 94 პრიმა მუხლში არის საუბარი ისეთ შემთხვევაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგება და მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. ასეთ დროს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ დასახებულ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს და თუ უმრავლესობა არ არის პარლამენტში წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში იმ ფრაქციის მიერ დასახებულ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ყავს იმ დროისათვის პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობას ეკისრება, გადამდგარ მთავრობას, უფლებამოსილება შეწყვეტილ მთავრობას, პრეზიდენტი აკისრებს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე. ეს ჩანაწერი არის ასევე მე-14 მუხლშიც და ასეთ მსგავს ჩანაწერს ვერ ხვდებით თავად 91 პრიმა მუხლში. სადაც საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც განახლდება მთავრობის შემოდგენილობა 1/13, მაგრამ არანაკლებ 5 წევრისა. ასეთ ამ მუხლში არ არის მოცემული და არ არის საუბარი იმაზე, რომ უფლებამოსილება აქვს მთავრობას შეწყვეტილი და პრეზიდენტმა მას უნდა დააკისროს მოვალეობის შესრულება. ანუ კონსტიტუციაში არ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტს მიენიჭოს ასეთი უფლებამოსილება, ანუ საფუძველი არ არსებობს, რომ მან გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი და ამ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დააკისროს მთავრობას მოვალეობის დროებით შესრულება. და სწორედ ამ მუხლში არის ასევე ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას 1 კვირის განმავლობაში. მას შემდეგ რაც მოხდება მთავრობის განახლება. და სწორედ აქ ჩდება კითხვის ნიშნები, ალბათ ყველაზე მეტად, ვინაიდან აქ არის გასარკვევი ის პრემიერ-მინისტრს და მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება და პარლამენტმა უმრავლესობამ უნდა დაასახელოს ახალი კანდიდატურა, იგივე, რა თქმა უნდა, ამის უფლებამოსილება მას ექნება. თუ უნდა წარუდგეს მთავრობის უბრალოდ განახლებული შემადგენლობა, იგივე კანდიდატით, იგივე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით და მის მიერ დამტკიცებული განახლებული მთავრობის შემადგენლობა. სწორედ აქ იყოფა მაინც ჩემი აზრით მოსაზრებები კონსტიტუციონალისტებს შორის. თუ ზოგად ნორმას გადავხედავთ, კერძოდ მე-14 მუხლს, სადაც მოცემული არის მთავრობის ფორმირების წესი, ამ მე-14 მუხლში აღნიშნულია, რომ უმრავლესობა წარუდგენს უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატურას 7 დღის ვადაში წარადგენს პრეზიდენტი და შემდეგ უკვე ეს კანდიდატურა თავად ასახელებს მთავრობის შემადგენლობებს და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს პარლამენტს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უფრო სპეციფიკური შემთხვევა, ანუ რაც ხდება დღეს იმ შემთხვევაზე ვსაუბრობ, არ შეიძლება რომ ეს მე-14 მუხლი, რომელიც შედარებით ზოგადი ნორმა, მთლიანად მისი ყველა ნორმა გავავრცელოთ ამ შემთხვევაზე, არამედ უნდა მოვარგოთ და სწორედ აქედან გამომდინარე იმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მთავრობის ის შემადგენლობა, რაც ახლა გვაქვს სახეზე, ვინაიდან მას უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს და შემდეგ ჩვეულებრივად პროცედურები გაგრძელდება და პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას, თუ არ გამოუცხადებს, უკვე ჩემო კოლეგამ ასევე ისაუბრა იმ შემთხვევებზე, რაც შეიძლება რომ მოვლენებზე, როგორც შეიძლება რომ ეს მოვლენები განვითარდეს შემდეგ. ძირითადად მოდით ახლა ვისაუბროთ უშუალოდ კონსტიტუციაზე და მასში არსებულ ხარვეზებზე, ძირითადი ხარვეზები, რაც თქვათ არის იმ კუთხით მოცემული, რომ პრეზიდენტის უფლება მოვალეობებზე ვისაუბროთ, რადგანაც ყოველთვის სხვადასხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან ვისმენთ ჩვენ, რომ მისი უფლებამოსილებები არის შეზღუდული და კონკრეტულად მინდა ამ შემთხვევაში იმ აქტუალურ თემას შევეხო, რომელიც პრეზიდენტს ეხებოდა და მისი რეზიდენციიდან, ასე ვთქვათ, გადასვლას.
რა ამ საკითხის მიმართ თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, როგორ განიხილოთ, ანუ ეს არის მისი პრინციპი, როგორც ის ამბობს და განმარტავს, რომ პრინციპულად ის აკეთებს ამას, თუმცა როგორ არის ეს კანონთან მიმართებაში და შესაბამისობაში, თუ მოდის მისი ქმედება ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით აუცილებელია რომ მთავრობამ და პრეზიდენტმა მიაღწიონ რაღაც შეთანხმებას და ცივილიზებულად მოხდეს გადაწყვეტა პრობლემის, რადგან ეს არის ორი ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუცია არის ძალიან სერიოზული ფიგურა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს აქ ცივილიზებულად გადაწყვეტა პრობლემის და არ გახდეს საჭირო თქვა ანუ კულუარებიდან არ უნდა გავიდეს ესეთი. უბრალოდ ერთი ისა ის რომ როგორც მე ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო არის სწორედ საქართველოს ქონების წარმმართველი და მას აქვს უფლებამოსილება რომ სახელმწიფო ქონება მართოს. და აქედან გამომდინარე, კი აქვს ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება რომ ეს განახორციელოს და თქვა პრეზიდენტის სასახლე შეიცვალოს თავისი ფერგიადან მდებარეობა, მაგრამ იმაჩნია რომ მაინც აუცილებელია შეთანხმებამდე მიღწევა. არა, შეთანხმების მიღწევა გასაგებია, მაგრამ ეს კანონის ნორმებში თუ ჯდება, ანუ მე ვგულისხმობ ახლა თვითონ პრეზიდენტის მოქმედებას ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მისი, ვთქვათ, როგორც პიროვნული, პრინციპული გადაწყვეტილება და თუ მოდის ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში. ანუ თუ აქვს მას უფლება იმისი რომ თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და თქვათ არ დაექვემდებაროს. ეს მდგომარეობით როგორც ვიცი, ანუ მთავრობას თუ დეპუტატებმა მოუწოდეს რომ ასე მოიქცეს, თუმცა ეს მხოლოდ მოწოდება იყო და ანუ პრეზიდენტი შემოიფარგლა რომ არ აპირებს ამის გაკეთებას და უკვე შემდგომ რა მოყვება ეს არ ვიცი. არა, ჩვენთვის რა თქმა უნდა ცნობილი არ არის ამის შესახებ. მაყურებელსა და მსმენელს მინდა რომ შევახსენო ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მათ შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ პირდაპირ ეთერში 2388 105 Skype-ის მისამართი გახლავთ ობიექტივი 2 ლათინური ასოებით და შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ სოციალურ ქსელში Facebook-ი მედიაკავშირ ობიექტივის ოფიციალურ გვერდზე. საინტერესოა ასევე როგორც ვთქვათ პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ასევე პრემიერ-მინისტრის, რა თქმა უნდა, და მე მაინტერესებს თქვენი მუშაობა, რა თქმა უნდა, მუშაობთ ყოველდღიურად ამ პრობლემებზე, რაც და ხარვეზებზე, რაც არის გამოკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე გადამწყვეტი რა ხარვეზით ძალიან მოქმედებს, თუნდაც იმაზე, რომ ქვეყანა იყოს, ასე ვთქვათ, ესეთი მყარი მუხლების საფუძველზე მართვადი და ჩვენ გვაძლევდეს კონსტიტუცია, ჩვენ ხელისუფალს აძლევდეს კონსტიტუცია იმის საშუალებას, რომ კანონი იყოს არა მხოლოდ მათზე მორგებული, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე. ძირითადი ხარვეზები კონკრეტული, რომ დამისახელოთ კიდეც და რომ განმარტოთ შემდეგ რატომ და რისთვის არის ეს, ვთქვათ, გამოსასწორებელი. კი ბატონო, ანუ მე მაინც უფრო ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობ, ანუ რაღაც ჩანაწერები თქვა შეიძლება ადამიანის უფლებების განხრით იყოს სხვანაირად გაკეთებული, თქვა ხმის მიცემის უფლებაზე მაქვს საუბარი. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ანუ მაგალითად არის ჩანაწერი, რომ ქმედუნარო პირს არ აქვს უფლება ხმა მისცეს არჩევნებში, ან თუნდაც მსჯავრდებული პირი, რომელიც 5 წლამდე აქვს, მხოლოდ მას აქვს ხმის მიცემის უფლება. 5 წლამდე აქვს მისჯილი. ანუ ხმის მისჯილვისაც აქვს, იმას აქვს ხმის მიცემის უფლება. ანუ აი ეს ჩანაწერები შეიძლება რაღაც განვივრცოს, რადგან ჩემი შაბლონური ჩანაწერი ქმედუნარო, ძალიან ფართო გაგება. ქმედუნარო ალბათ არ შეიძლება ქმედუნარო ჩაიჭროს, თქვათ ადამიანს. თქვა ქმედუნარო ჩათვლილი პირებიც ხო არის განსხვავებები. არის, დიახ. და ანუ ზოგიერთ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში მაგალითად ნაწილს აქვს და ასეთი შაბლონური ჩანაწერი არ არის. აი ესეთი შეცვლაც შეიძლება ამასაც ფიქრიც მაგალითად. თქვენ რას ფიქრობთ, რას გამოყოფთ ეს თქვენ ნიშნავს? ანუ ძირითადად უფრო მაინც რაც რეალობაში ჩანს დღევანდელ რეალობაში თავს ეს არის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში გვახსოვს კიდევაც ხელმოწერო კავშირთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებითაც გაიყო აზრები. ზოგი ფიქრობდა რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება, ზოგი მიიჩნევდა რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო. ასევე ვენეციის კომისიასაც ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ამბობდა რომ თუ პრეზიდენტი
პრეზიდენტი ეს არის უბრალოდ სიმბოლო, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოს და მას რეალური უფლებამოსილებები არ აქვს, მაშინ არ უნდა ქონდეს თუნდაც იგივე საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლება და საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლება, ანუ ამ კუთხითაც უნდა შეიზღუდოსო. და დიახ, ანუ ძირითადი პრობლემა რაც არის, მაინც მიმაჩნია, რომ სწორედ არის ურთიერთ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა კონსტიტუციაში და არ არის ნორმები საკმარისად მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩამოყალიბებული და ძალიან ხშირ შემთხვევაში, როგორც რიც დღესაც სახეზე გვაქვს, იწოვს მისი განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი დაზუსტდეს და ზუსტად გაიწეროს კონსტიტუციით ეს პროცედურები და უფლებამოსილებების და თუ ხდება ამაზე, თუ მუშაობთ ამაზე და უფრო მკაფიო რო გახდეს, ვთქვათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ხან ახლა მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სწორედ კონსტიტუციის გადასინჯვაზე, სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს და წინადადებებს ასევე იღებს, იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, მათ შორის. ჩვენ ამჟამად გავუგზავნეთ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა სწორედ საარჩევნო უფლებას, პირთა საარჩევნო უფლებას. ჩვენ ინიციატივა იყო, რომ არ იყოს კონსტიტუციაში ესე ჩაწერილი, რომ ქმედუნარო პირებს და მსჯავრდებულ პირებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, არამედ ეს კანონმდებლობაში დაზუსტდეს და გაიწეროს. და ამჟამად მუშაობთ ასევე სასამართლო რეფორმის კუთხით, შემუშავებთ წინადადებებს და კვლევებს ვატარებთ ამ კუთხითაც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღევანდელ რეალობაში და აუცილებელია, რომ სასამართლოს მიუკერძოებულობა და დამოუკიდებლობაც მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც შევმუშავებთ წინადადებებს და გადავგზავნით ჩვენს რეკომენდაციებს კომისიას. დიახ. ზარია, ეთერში მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. ქვეყნის პრობლემა რა არის? ეხლა გადაუგზავნოთ. აქამდე ესეთი სერიოზული კანონი გესმით ჩემი ხმა? დიახ, ისმის ისაუბრეთ. როცა იხილება, რომელზეც მე მთელი ჩვენი ცხოვრება აგებული, უნდა განიხილოს ყველა იურისტი სერიოზული უნდა შეიკრიბოს, გადახედოს და ჩამოაყალიბოს თქვა, რომ ეს კონსტიტუცია არის კარგი. მე რო შეიქმნა პრობლემა, ეს რას გავს, იცით? როცა გააკეთებ რამე ფორმულას, რომელიც ერთ უცნობიან ამოცანას ხსნის და დაგვხვდება წინ ორ უცნობიანი ამოცანა ამოსახსნელი და აღმოჩნდება, რომ ერთ უცნობიანი განტოლება არ ყოფნის ამის ამოსახსნელად. ანუ სუსტი კონსტიტუცია დაიწერა. ამისთვის ვინც ეს კონსტიტუცია დაწერა, უნდა აღოს პასუხი. და ერთხელ რომ კარგად აგებს პასუხს, მეორჯერ აღარ მოვა მაგის დასაწერად. ეს გოგონა და ბიჭი, ეხლა რომ ჩაერთოთ ამაზე უფრო ადრე, ვიდრე ეხლა, ხო, ეს პრობლემები წინ არ დახვდებოდა. ეხლა ყოველდღიურად ესეთივე შეცდომები ხდება მიმდინარეობს დაშვება ესეთ შეცდომები და მე ეძებენ მის გამოსწორების გზებს. აი ეგ არის ამ ქვეყნის უბედურება. ეს ხალხი ამდენი იურისტი ყავს საქართველოს, ხო? შეეკრიბათ, როცა ეს კონსტიტუცია დაიწერა, გადაიხედათ. რთულია, რა თქმა უნდა, 1000 ვარიანტები უნდა გათვალო. მათემატიკოსები მოიყვანთ და ჩამოეყალიბებდნენ და 3 დონის კონსტიტუცია დაიწერა და მოიყვანთ ხმალაძე, ვინც დაწერა ეს კონსტიტუცია და მოკიდოთ ხურჩი ხელ და უთხრათ, აი შენმა დაწერა კონსტიტუციამ დღეს პრობლემები შეგვიქმნათ, მაო. აი ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. დღესაც იგივე პრობლემები და ექიმი არ აგებს თავის პრობლემებზე პასუხს. არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. კარგად ბრძანდებოდა. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის, თუ გასცემთ პასუხს. ანუ იმის თქვა შემიძლია, რომ კონსტიტუცია მართლაც ვარიაციებს იძლევა და არის გამოსაწორებელი, თუმცა ამის გათვლა წინასწარ რთულია და დიდი მუშაობას მოითხოვს. ეხლა ზუსტად როგორ რამდენი ხანია რაც თქვენ მუშაობთ საერთოდ ამ სფეროში? მე 1 წელია და ნინოს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ან თვითონ ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლიდან არსებობს. საკმაოდ დრო იყო იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უბრალოდ საკონსტიტუციო კომისია, როდესაც დამტკიცდა მისი შემადგენლობა და როდესაც მუშაობა დაიწყო, ჩვენც უკვე ამ ეტაპზე ჩავერთეთ აქტიურად, ვინაიდან სწორედ ამჟამად მისი კომპეტენცია და მისი უფლებამოსილება, რომ ეს პროექტი მოამზადოს კონსტიტუციის და შემდგომ წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუმცა დავით უსუფაშვილი ამბობდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც მსჯელობას საჭიროებს და მისი ჩვენი კონსტიტუცია სწორედ იმიტომ არის დაღდასმული, რომ იგი შეიცვალა ერთი პირის პოლიტიკური ნება-სურვილიდან და პოლიტიკური მომავლიდან გამომდინარე და სხვა საკითხები დარჩა ყურადღების გარეშე.
ამაზეც რომ ვისაუბროთ, ერთი პირი იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოირგო, ასე ვთქვათ, თავის თავზე და მისი უფლებები გაზარდა კონსტიტუციაში, თუმცა ძალიან საინტერესოა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღესაც იხსენებენ, რომ ერთ პირზე იყო მორგებული კონსტიტუცია. რატომ არ ხდება, ვთქვათ, ამ პრობლემების ნელ-ნელა მართალია, მაგრამ ვთქვათ, ნაყოფიერად დამუშავება, თუნდაც იმ ასე ვთქვათ, უფლებების გადახალისება, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რა შეიცვალა მას მერე, რაც წავიდა ძველი ხელისუფლება, ამაზე რომ ვისაუბროთ, თუმცა ეთერში ზარია და შემდეგ დავუბრუნდეთ თემას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო, მე პირველი რაც მეფხარო აიჩენა გამოსვლის შეთანხმება. რომ ის ხურები თუნა მოკიდეთ ის კონსტიტუციონალისტებმა მიდაწერეს კონსტიტუცია და უნდა აგონ პასუხი, რადგან გაჩინოლები დადიან ისეთი კარგი ხასიათი, რომ მეთქე დიდი საქმე გააკეთეს. მეორე რაც მინდა გითხრათ, რომ აი უცხოეთში არ არის, ამდენი ქვეყნები არის, მე არ გამიგია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლება მოსილებაზე იყოს გამართი. ეხლა ახალგაზრდა თუ გაუგიათ, მე ხა იურისტი არა ვარ და მოვიკითხე და ჩავეწი ამ საქმეს. აღმოაჩინე, რომ არის ეგეთი ტერმინი იურიდიული კონსაგნიტურა. დიახ. გასაგებია. იცით, სამწუხაროდ ძალიან ცუდად ისმოდა და ბუნდონად გავიგე, რას საუბრობდა ბატონი. თუ შეძლებთ, იქნებ ხელახლა დაგვიკავშირდეთ და უფრო მკაფიოდ გავიგოთ თქვენი საუბარი. ესეთი შემთხვევა იყო ადრე, როგორც მახსოვს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ავია კატასტროფაში დაიღუპა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ორივე ჩაფრინდა ცალ-ცალკე. ანუ ესეთი პრეცედენტები ევროპაშიც მომხდარა. თუმცა ევროპაში და მინდა დავასახელო კონკრეტულად გერმანია კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა თუ არ ვცდები 80-იან წლებში, მას შემდეგ ცვლილება არის მხოლოდ 2 ცვლილებაა შეტანილი. მოდით ახლა დავუბრუნდეთ ძველი ხელისუფლების შემდეგ რა შეიცვალა კონსტიტუციაში, რა ძირითადი ცვლილებები იქნა განხორციელებული და თუ დარეგულირდა იმ უფლებების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო საკმაოდ გაზრდილი. დღეს საკონსტიტუციო კომისია მუშაობს ამის შემუშავებაზე, თუმცა მინდა თქვა, რომ ანუ კონსტიტუციის ცვლილებას დღეს კონსტიტუციური მუხლების შეცვლას ჭირდება ძალიან დიდი ქორუმი და ანუ ხელისუფლებას არ გააჩნია იმდენი ხმა, ანუ საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია იმდენი ხმა, რომ შემდგომ ამ კონსტიტუციის გადასინჯვა მოახდინოს. დღეის მდგომარეობით რა იქნება, ამას ნახავთ, მაგრამ ანუ ცვლილება ვერ შეიტანენ თუ არ ექნებათ მეტი ხმა. ეს არის პრობლემა. ანუ ფაქტი ის არის, რომ მონდომებაა ძალიან ნაკლები ალბათ მათი მხრიდანაც და გარკვეულწილად მართალია იმ დონეზე არა, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს, მაგრამ გარკვეული პუნქტები ალბათ მათაც აწყობს გარკვეულწილად, როგორც წინა ხელისუფლებას. კიდევ საინტერესოა სხვა ხარვეზები, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებას დავუბრუნდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით თქვენ ახსენეთ მოსამართლის მიუკერძოებლობა და მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს სფერო, რადგანაც მთავარი მოთხოვნა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოდიოდა სათავეში, იყო სამართლიანობის აღდგენა და ამ კუთხით დღემდე ვთქვათ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ იპოვა სამართალი, რა იგეგმება კონკრეტულად სასამართლო ხელისუფლების დახვეწისთვის კონსტიტუციის კუთხით? ანუ ჯერჯერობით კონკრეტულად არ ვიცი რა წიადადებები შევიდა ამასთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა მოლოდინი არის ძალიან დიდი, გამომდინარე იქიდანაც, რომ მყავს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და სწორედ მასზე ამყარებს უმეტესობა მოლოდინს და იმედებს, რომ სასამართლო რეფორმა განხორციელდება და განხორციელდება იმგვარად, რომ მაქსიმალურად აღმოიფხოს ის პრობლემები, რაც იყო
უფრო მეტად კი, რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კუთხით. ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები უკვე შემუშავებული, როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ მოსამართლის დამოუკიდებლობა და ყოველგვარი ზეგავლენისგან იყოს რომ იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ზეგავლენისგან თავისუფალი მოსამართლეები. და რა რეკომენდაციებია ეს ამაზეც რომ ვისაუბროთ, ანუ როგორ არის შესაძლებელი რომ ეს მოხდეს? ძირითადად რაც გამოყავით პუნქტობრივად ჩვენ რამდენიმე სახის რეკომენდაცია, რაც შეიძლება რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ეს შეეხება მოსამართლეების არჩევის წესს, მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და ასევე მისი დაწინაურების კრიტერიუმები, განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც არის სწორედ უფლებამოსილი ორგანო, რომ აირჩიოს მოსამართლეები და ისინი ადგენენ ამ კრიტერიუმებს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მოსამართლის არჩევა. რა თქმა უნდა, კანონი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის და თავად კონსტიტუციაც საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებს იმ პირებს, რომლებიც უნდა აირჩიონ მოსამართლეებად. და ამასთან დაკავშირებით ასევე ერთი წინადადებაც გვაქვს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს უფრო მაღალი კრიტერიუმები აქვთ, მათთვის უფრო მაღალი კრიტერიუმებია დადგენილი, ვიდრე თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის. და ამ ხრივაც მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და საკონსტიტუციო სასამართლოს თან მიმართებით რაღაც მუხლები ასევე გადაისინჯოს და გადაიხედოს. და დაუბრუნდების საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს. ასევე ხშირი კრიტიკის საგანია ის პროცედურა, რომელიც კონსტიტუციითაც არის დარეგულირებული, კერძოდ მოსამართლის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. ამასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ძალიან კარგი არის ეს გამოსაცდელი ვადის დაწესება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამართლე ფასდება ორი კრიტერიუმით, ეს არის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი და მაქსიმალურად გამოირიცხება ისეთი მოსამართლის უვადოდ გამწესება თანამდებობაზე, რომელიც არის გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას დაქვემდებარებული და არაკომპეტენტური, არ იცის სამართლებრივი ნორმები და ის არ აქვს ის უნარები, რაც ყველა მოსამართლეს სჭირდება. თუმცა ამ კუთხით მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია კიდევ დაიხვეწოს ეს კრიტერიუმები და ეს პროცედურაც უფრო მეტად ცოტათი შეიცვალოს, ვიდრე ახლა არის მოწესრიგებული, ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნებშიც და ასევე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დასკვნებშიც არაერთხელ გარკვეული კრიტიკული შეფასება იყო ამ პროცედურასთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ მათ რეკომენდაციებს, ასე ვთქვათ, გავითვალისწინებთ. ასევე მნიშვნელოვანია პროკურატურის მიმართაც გარკვეული რეფორმების გატარება, დიახ. დადებითად იქნა შეფასებული ცვლილება, რომელიც განხორციელდა და იუსტიციის მინისტრი აღარ ითვლება პროკურორად დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა კიდევ უფრო მეტად შესაძლებელია, რომ ამ ხრივაც ცვლილება განხორციელდეს და უფრო დამოუკიდებელი გახდეს პროკურატურა თავად იუსტიციის სამინისტროსგან, ვინაიდან დღევანდელი ჩანაწერით ის არის საქველუწყებო დაწესებულება იუსტიციის სამინისტროს. და ასევე შეიძლება იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებებიც კიდევ უფრო მეტად შეიზღუდოს ამ კუთხით. გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა და ესეც ასევე დადებითად იქნა შეფასებული. და ასევე ესეც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო და ჩვენც მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შექმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძინებს პროკურატურის მიერ განხორციელებულ არასათანადო ქმედებებს და მონიტორინგს განახორციელებს. დიახ. გასაგებია, მზარია ეთერში კვლავ გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს სტუმრებს. უბედურება რაშია, იცი კონსტიტუცია ახლა არ მინდა ვთქვა, რომ იდეალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც არის, იმის აღსრულება არ ხდება. აი, ბევრი შემთხვევა იყო, აგერ ქალბატონებს ეცოდინებათ ჩართულები არიან ამაში. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაკონსტიტუციურია, მერე შემდეგ პრემიერ-მინისტრი იქ რაღაცა ქვიაქტებს წერს და გაუვლიან ამ გადაწყვეტილებებს. აი ესა უბედურობა, რომ კანონი შეიძლება კი ცუდი იყოს, მაგრამ რომელიც კარგი კანონიცაა, ამის აღსრულებაში გვაქვს პრობლემა. აი თუნდაც ახლა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა, ეს ვენეციის კომისიამ ძალიან უარყოფითად შეაფასა და რატომ? იმიტომ რომ მე 3 წლიან ვადაში
დააკვირდებიან მთავრობა, რა თქმა უნდა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, აწყობს თუ არა რომ უადოდ დანიშნონ. თუ დანიშნავენ უადოდ ისეც, რომელიც აწყობს თვითონ მთავრობას, ეს ერთი. ეხლა პროკურატურას გამოყოფაზე რა ლაპარაკი. არაფერი არ იცვლება, კომისია იქნება, რომ თვითონ არიან შემადგენლობაში და თვითონ ირჩევენ ისევ უმრავლესობაში. ეს რა დამოუკიდებლობა იქნება? არაფერი დამოუკიდებლობა, ეს ფასადურად აკეთებენ ყველაფერს, მოსაჩვენებლად თვითონ. აი ეს ჩემი აზრი ხალბატონო მას. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. მე მინდა ახლა შევეხო მმართველობის ფორმას, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახალი კონსტიტუციური მოდელი შევიდა ძალაში და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადავიდა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ. თქვენ როგორ მიიჩნევთ ამ მოდელს, რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად არის მოსარგები, ასე როგორ მოვიდგეთ ჩვენ ეს მოდელი და გამართლებული არის თუ არა? ეს კონსტიტუცია საკმაოდ საინტერესო არის, რადგანაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები აქვს პარლამენტსაც, ანუ მთავრობა, მის მიერ დანიშნულ მთავრობასაც. ანუ არ შეგვიძლია თქვა, რომ პრეზიდენტი დღეს არის მხოლოდ ცერემონიალური ლიდერი, ნამდვილად არ არის, რადგანაც სულ მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ არ არის ცერემონიალური, მას ირჩევს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ არჩევნების შედეგად და უკვე მას აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტის მიერ დანიშნული, რომელიმე საბჭოს მიერ დანიშნული პირია. ანუ დღევანდელი მოდელით ჩვენ გვიჭირს ალბათ მაინც შეგუება ამ მოდელთან შედარებით რთულია პრეზიდენტსაც აკუთვნილ პრემიერთან და ხედავთ რომ რეალურად რაღაც პრაქტიკაში ხდება უთანხმოებები. ანუ ამიტომაც ვამბობთ რომ კონსტიტუციაში არის საჭირო გახორციელდეს ცვლილებები და მართლაც გაიმიჯნოს და ჩამოიწეროს პირდაპირ ვის რა უფლებამოსილებები აქვს, რომ არ მოხდეს რაღაც ერთმანეთში გაურკვევლობა. და რომელი მოდელია ქვეყნის მმართველობის რომელი მოდელი იქნება თქვენი აზრით ჩვენი ქვეყნისთვის ასე ვთქვათ მოსარგები და მისაღები? ნუ მე ზოგადად პირადად მე საპარლამენტო რესპუბლიკის საპარლამენტო რესპუბლიკის. თქვენ რას ფიქრობთ, ნინო? საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ალბათ უფრო არ ვიქნები და არც ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე, ვინაიდან ანუ უკვე დავინახეთ რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამან, როდესაც ერთი მმართველის ხელში იყო მოქცეული ძალიან დიდი რაოდენობის უფლებამოსილებები და უფრო ალბათ ფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური მაინც შერეული მოდელი იქნება, თუმცა ისე რომ მაქსიმალურად იყოს გამიჯნული უფლებამოსილებები ერთმანეთისგან და არ ჩნდებოდა კითხვის ნიშნები, როგორც დღესდღეობით არის. რატომ ვერ ხერხდება ამ უფლებამოსილებების გამიჯვნა? ნუ თუ ესეც შეიძლება რომ იყოს რთული პროცესი და იყოს საჭირო ამისთვის ხანგრძლივი დრო, რომ გამოკვეთილად მოხდეს ამ უფლებამოსილებების დაალაგება. ამასაც დაჭირდება ისევ ძალიან დიდი ქორუმი, ანუ პარლამენტში, რომელიც დღეს უმრავლესობას არ აქვს. ამიტომ თუ იქნება ამაზე საუბარი და დაიწყება მსჯელობა რომ გაიმიჯნოს, მაშინ დაჭირდება უმცირესობიდანაც და სხვა დეპუტატების მხარდაჭერას და ამაზე მუშაობის დაწყება შეუძლიათ ნამდვილად და შემდეგ უკვე დასხდნენ და უკვე განიხილონ ეს, მაგრამ არ ვიცი რატომ არ ხდება ამის განხილვა. რამდენად გაქვთ ვარაუდი, რომ შესაძლებელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? მიმაჩნია რომ მაინც მივალთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ალბათ ვადამდელი საპარლამენტო არ გვექნება. დიახ. მობილურით გვიკავშირდება მაყურებელი მსმენელი, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ერთი კითხვა მექნება ახალგაზრდებთან. ძალიან მომწონს ახალგაზრდებო თქვენი აზრი და აი სწორედ ასეთი საღი აზრი გადაგვაჩენს. მაგრამ აი მაინტერესებს თქვენი აზრით, რა მიგვიყვანა აქამდე? აი მათხოვებს თითქმის ყველა ასაკის ადამიანი, არა 4 წლიდან 80 წლამდე. სიცრუე, სიხარბენ, დაუნგებლობამ. აი რა ვფიქრობ დემოკრატიული სახელმწიფოს სამართალ დამცავებზე? სიცრუეზე აგებული ქვეყანა ხომ დაგვენგრევა არა სულ მალე. სიცრუე კი ზემოდან, ხელისუფლებიდან მოდის და როგორ უნდა დასაჯოს კაცი თავად დასასჯელმა. არ ვიცი, უფალმა უსასყიდლოდ ჩადო თითოეულ ჩვენთაგანში ხომ უანგარება, ერთგულება, ოღონდ ისევ სტატუად თუ ვერ ივაშკაცებ ვერ მიაგნებო. ასე რომ ჩემი აზრით თუ ჩვენი ხელისუფალნი ხალხს, ესე იგი ხალხის ადგილზე დავაყენეს თავიანთას, კი მიხვდებიან ხალხს როგორ მოეცენ.
დიდი მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. თქო ჩვენი სტუმრები გაგცემენ ალბათ პასუხს თქვენს კითხვებზე, რას ფიქრობთ? კითხვა იყო რა მიგვიყვანა აქამდე? რა მიგვიყვანა აქამდე, რას ფიქრობთ სამართალდამცავ ორგანოებზე? ეს კითხვაც და სხვა სამართალდამცავ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობს არის საჭირო კარგი კანონები და კანონის ქვეშ მყოფი, კანონში მოქცეული ხელისუფალი. კანონმორჩილი მოქალაქე. კანონმორჩილი და მოქალაქე და კანონმორჩილი ხელისუფალიც. ეს იქნება რეცეპტი დემოკრატიული საზოგადოების ჟენებისთვის. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამის? ანუ ალბათ უფრო კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც იყო ხო შეკითხვა, ანუ რატომ მოხდა ესე. შემიძლია ვთქვა, რომ იგივე უცხოელი ექსპერტების დასკვნებსაც, როდესაც გადავხედავთ და წავიკითხავთ, ეხაც არის ნაცვლად მოცემული, რომ მუდმივად როდესაც ხდებოდა კონსტიტუციის გადასინჯვა, ეს პროცესი არ იყო, ასე რომ ვთქვათ, გამჭვირვალე და ხდებოდა გარკვეულწილად ერთი პირის მიერ ამ კანონპროექტის შეკვეთა, ასე რომ ვთქვათ და შემდეგ მიღება პარლამენტის მიერ და რეალურად არ ხდებოდა ამ ყველაფრის განხილვა, არ იყვნენ ჩართულები იგივე დამოუკიდებელი და მიუკერძობელი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ აქედან გამომდინარე დღეს გვაქვს ის სიტუაცია, რომ და ის მდგომარეობა, რომ კონსტიტუცია არ არის ისეთი სახით ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, როგორითაც უნდა იყოს და როგორითაც უნდა ხდებოდეს ქვეყნის მართვა, რომელზე დაყრდნობითაც და სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი იმედები არის ამჟამინდელ რეფორმებთან მიმართებით და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გვექნება რეალურად ისეთი კონსტიტუცია, რომელიც აღსრულებადი იქნება და არ შექმნის გარკვეულ პრობლემებს რეალობაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მაგრამ ამ დროს მნიშვნელოვანია ის კანონების და განქვემდებარე აქტებიც, რაც მოქმედებს ქვეყანაში და რაც ასევე არის დასახვეწი. თუნდაც ძალიან ბევრი კანონი, როგორიც არის, ვთქვათ, სამოქალაქო კოდექსი შეგვიძლია ავიღოთ, სადაც არის ასევე ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზი, რაც უნდა გამოსწორდეს წესით. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კანონმორჩილება, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხრიდან, რაც ქართველებს გვაკლია. მაგრამ თუ კანონი არ იქნება ხარვეზების გარეშე და დახვეწილი, რა თქმა უნდა, მისი მორჩილი ალბათ მოქალაქეც ვერ გახდება, ხომ? სავარაუდოდ ზარია ეთერში კვლავ გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით, ქართველებს არაფერი არ გვაკლია. ჩვენ ვართ ბუნებრივად შექმნილი ერი. ყველა ბუნების კანონების დაცვით. ასეთი ერები ძალიან ცოტა არსებობს, რომელმაც შეკრება მეზობელი ტომები გააერთიანა ისინი ერთი ენის ქვეშ, ну როგორ და ერთი ენაში დააკანონა ქართული ენა, სხვა ტომებს დამწერლობა არ ქონიათ, ამიტომ ყველა კმაყოფილია ამ ქართული ენით. ესე იგი ჩვენ ვართ ერი სრულფასოვანი, გვაკლია მხოლოდ რა? სახელმწიფოებრიობა. არ ვიცით როგორ შეუქმნათ ამ ერს პირობები, რომ ყველა ადამიანი იყოს თანაბარი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი. ეს არის უფლება სიცოცხლის, თავისუფალი აზროვნების და ადამიანური ბედნიერების მიღწევისკენ ტოლობა. ესე იგი ჩვენ გვაკლია ერთი რამ, ჯგუფი პოლიტიკური, რომელიც შექმნის სახელმწიფოს. 25 წელია წვალობთ და ეს ვერ გავაკეთეთ. ბიძინა შეცდა რაში? სააკაშვილმა საერთოდ არ იცოდა რა იყო სახელმწიფო. ის გამდიდრდა და გაიქცა. ბიძინა ჩამოვიდა მდიდარი უკვე ჩვენ ქვეყანაში. მას შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მან შეიკრიბა ხალხი, ნახეთ, რომ სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები, აი ამ ხალხით როგორ გინდა ააშენოს სახელმწიფო.
სახელმწიფოს აშენებას უნდა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც შრომას აფასებს. ისე ხო თვითონ აფასებს შრომას, მაგრამ ხალხი ვერ შეკრიბა თავის გარშემო. თუ შევხედავთ, სულ ყველას არის არასრულფასოვანი ადამიანები. როგორ შეიძლება ადამიანმა სულ იმღეროს და ამით იარსებობს? ადამიანი არის შექმნილი იმისთვის, რომ იარსებოს. თუ ეს მისი პროფესია, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ იმღეროს. ესე იგი, უნდა იყოს ჩართული შრომაში. შრომაში არც შეერთება, არც მომღერალი და არც სპორტსმენი. ის თელ თავის ენერგიას, რაც ბუნება მისცა, ხარჯავს მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ მიიღოს სიამოვნება და ამითაც უნდა თავი გადაირჩინოს. ბოდიში, მაგრამ ასე არ არის. მარტო სიამოვნებით ვერ იარსებებს. თუმცა საქმე ის არის, რომ ძალიან ხშირად ალბათ მომხელებსაც და მსახიობებსაც სრულად არ აქვთ განწყობა იმისი, რომ როლი შეასრულონ თქვათ და დაკისრებული, ასე ვთქვათ, სიმღერა იმღერა შეიძლება განწყობა ნამდვილად არ აქვთ ამისი, უბრალოდ სწორედ რომ ფინანსური და შემოსავლის წყაროა ეს მათი პროფესია, ამიტომაც აკეთებენ ამას ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით გარკვეულწილად თამაში. მოდით ახლა გადაცემის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და ვისაუბროთ მიმდინარე თქვენს პროექტებზე, რასაც ახლა აკეთებთ, ანუ რაზე მუშაობთ ახლა ამჟამად თქვენი ასოციაცია და თქვათ რა დატვირთვით ცდილობთ რომ აღმოფხრათ ხარვეზები ჩვენს კონსტიტუციაში. კონსტიტუციასთან დაკავშირებით თუ ზოგადად? ზოგადად, ყველა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაზეც თქვენ მუშაობთ და თქვენი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორიენტირებული ვართ ჩვენი დასახელებიდან და პროფილიდანაც გამომდინარე კონსტიტუციურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ამჟამად ჩვენ საქმიანობაში არის სწორედ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება საკონსტიტუციო კომისიისთვის და შემდეგ მისთვის წარდგენა. უკვე როგორც აღნიშნე, ერთი რეკომენდაცია კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 28 მუხლზე, რომელიც შეეხება საარჩევნო უფლებას უკვე გადაუგზავნეთ კომისიას. გარდა ამისა, ასევე ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ჯგუფში, კერძოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შემსწავლელ ჯგუფში, სადაც ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პრობლემა არის დღესდღეობით. ძირითადად ამჟამად უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სამსახურების გამოყოფის საკითხი დგას და ამ კუთხითაც ჩვენს წინადადებებს და რეკომენდაციებს შევმუშავებთ. გარდა ამისა, რა რეკომენდაცია გაქვთ ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ამ კუთხით ვემხრობით უმრავლესობის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოხდეს ორგანოების გამოყოფა და ცალკე სახით ჩამოყალიბება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრუქტურაა დღესდღეობით საქართველოში, მაქსიმალურად მოხდეს გამიჯვნა ამ სტრუქტურების ერთმანეთისგან და ასევე ზედამხედველობის, ასე რომ ვთქვათ, ზედამხედველობაც შეიცვალოს ამ კუთხით, ვის ექნება უფლება, რომ უშუალოდ წარმართოს და ზედამხედველობა განახორციელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურების საქმიანობაზე. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების კუთხითაც დაინერგოს ისეთი მექანიზმები, რომ არ ხდებოდეს ადამიანის უფლებების დარღვევა მასობრივად და მაქსიმალურად ხდებოდეს მათი საქმიანობის კონტროლი ამ მხრივ. ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებითაც მუშაობთ აქტიურად, მოქალაქეებს და არა მარტო მოქალაქეებს, ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კონსტიტუციური უფლება, უწევთ კონსულტაციას და ვამზადებთ კონსტიტუციურ სარჩელებს. ამჟამადაც გვაქვს ერთი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი, წარმომადგენლები ვართ უბრალოდ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში. და ასევე სხვადასხვა სახის კვლევებს ვახორციელებთ ამა თუ იმ საკითხებთან მიმართებით, რაც ძირითადად მაინც შეეხება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ასევე მუშაობთ ამ საკითხზეც და გვინდა რომ წინადადებები წარუადგინოთ საბოლოო სახით. და ასევე სხვა სახის წინადადებებსა თუ რეკომენდაციებსაც აქტიურად
მუშაობთ. კიდევ საინტერესო ერთი რამ თუ გაქვთ ურთიერთობა თქვა საერთაშორისო დონის კონსტიტუციონალისტებთან, ანუ საერთაშორისო მასშტაბით გულისხმობ არა თქვა საქართველოს პარლამენტში, არამედ უცხოელ კონსტიტუციონალისტებთან თუ გადიხართ ხოლმე როგორც ტრეინინგებს თქვა მომზადებას, მათგან თუ იღებთ რაიმე რჩევებს, თუ არის ასეთი ურთიერთობები თქვენ ასოციაციას თუ აქვს? ამჟამად ეს უშუალოდ ტრეინინგებს და სხვადასხვა კურსებს არ გავდივართ საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრები თუ გაქვთ და თუ იღებთ რაიმე მიმართულებაც გვაქვს ამ კუთხით საელჩოებთან და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობთ და შეხვედრებიც გავმართეთ და ახლა ზუსტად ურთიერთთანამშრომლობის წინადადებაც მოგვივიდა პოლონეთის კონსტიტუციონალიზმის ცენტრიდან და აქტიურად ვფიქრობთ, რომ მომავალში ვითანამშრომლოთ მათთანაც და შესაბამისად ერთობლივი ძალისხმევით გარკვეული წინადადებები იქნება, რეკომენდაციები იქნება, მათგანაც მოვისმინოთ რჩევები და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და საინტერესო ადამიანის უფლებათა კუთხით, აი თუნდაც უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უფლებები რამდენად არის დაცული. ძალიან ხშირია და მსმენია ჩემს საახლობლოში, რომ ძალიან ხშირად ირღვევა ჩვენი მოქალაქეების უფლებები. და ნუ არა მარტო საზღვრებს გარეთ, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არაერთი შემთხვევა ამისი. ამ კუთხით თქვენ მუშაობთ, როგორც ვიცი, ადამიანის უფლებათა კუთხით და რამდენად არის დღეს ადამიანის უფლებები დაცული ჩვენთან საქართველოში? ჩვენთან საქართველოში კითხვა რას დასვით ახლა, ანუ უცხოეთში მყოფი ქართველების უფლებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სახელმწიფო ძალიან უჭირს ზოგადად უფლების დაცვა უცხოეთში მყოფი ქართველების იმ კუთხით, რომლებიც არიან წასულები უკანონო მიგრაციაში, ანუ ემიგრანტები, ანუ უკანონოდ გადასულები, ანუ აღრიცხვაზე არ არიან, არიციან სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია სად იმყოფება და შემდგომ უკვე ძალიან დიდი რისკია რომ რაღაც ტრაფიკინგის მსხვერპლი გახდეს კი ბატონო ახლა ზუსტად ტოლთა და განსახლების სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე და ახორციელებს პროექტებს მიგრაციის შედეგად დაძრელებულთა რეაბილიტაციის კურსები ასეთი მის ღონისძიებებს ატარებს და სახელმწიფო ერთ-ერთ პრიორიტეტად წარმოსახა სწორედ უცხოეთში მყოფი მიგრანტების რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დამკვიდრება რომ მოახდინოს როდესაც დაბრუნდებიან აქ. დღეს საქართველოში შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას მეტნაკლებად მაინც თქვათ რომ არის დაცული დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები და რა თქმა უნდა აუცილებელია კიდევ უფრო მეტად მუშაობა ადამიანის უფლებების სფეროში ან ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში თუ კი საჭირო გახდა რომ მეტად იყოს ადამიანის უფლებები დაცული ასეთი რაღაც ამ მიმართულებით მუშაობთ. კი ბატონო, აქტიურად მუშაობთ. ამ კვლევების მაგალითად ახმის მიცემის უფლებაზე ვისაუბრეთ, ამაზეც მუშაობთ და არის კიდევ რამდენიმე თემა, ეხლა ზუსტად ვერ იხსენებ რომელიც. და მაინტერესებს თუ გაქვთ უშუალოდ შეხვედრები მოქალაქეებთან, ანუ რადგანაც სარჩელებს წერთ და სარჩელის შეტანა ხდება ეხმარებით მოქალაქეებს, შესაბამისად გაქვთ კიდეც და ყველაზე მეტად რა საკითხი, რა პრობლემებით მოდიან ხოლმე თქვენთან? ანუ ჩვენ მაინც უფრო პროფილი ჩვენი უფრო არის საკონსტიტუციო უფლებების დაცვა, კონსტიტუციური უფლებების დაცვა. საკონსტიტუციო უფლებების დარღვევით. კი ბატონო, ანუ მაინც მოდიან ხოლმე უფრო სამოქალაქო სისხლის მიმართულებით, რომ ეს რაღაც თქვა, ყველა დიდი პრობლემა მაინც მიმაჩნია, ჩვენი პროფილი არ არის, მაგრამ იპოთეკი დატვირთული, ესენი და სოციალური პრობლემებით უფრო მეტად არიან და სოციალური უფლების დარღვევით. და თქვენ ალბათ ჩვენ ახლა ეხმარებით ამ გადავამისამართეთ სხვა ორგანიზაციას. აძლევს რომ დიახ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. შევახსენებ მაყურებელსა და მსმენელს, ხალბატონი ნინო ლაცაბიძე და ბატონი მერაბ ქართველიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის იურისტები. ჩვენ დაგიბრუნდებით 10 წუთით შესვენების შემდეგ და მინდა დავაანონსო მეორე ნაწილში სტუმრად გვეყოლება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ბატონი გიორგი ლომია დარჩით ჩვენთან და საინტერესო 1 საათი გელით კიდევ ჩვენთან ერთად დიდი მადლობა დროებით